სახელმწიფო ტყის ტერიტორიაზე ხე-ტყის უკანონო მოპოვების ფაქტი გამოვლინდა საჩხერეში. სამართალო დამღვრევმა 4 კუბურ მეტრამდე წითელი ნუსხით დაცული წაბლის სახეობის მერქანი უკანონოდ მოიპოვა. საქმე სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს შეიცავს. შესაბამისად მასალები შემდგომი რეაგირებისთვის გადაგზავნილია შესაბამის საგამოძიებო უწყებაში. მარიამ მელაშვილი გეამბობთ. ხე-ტყის უკანონო ჭრის გამოვლენილი ფაქტები და გატარებული ზომები მონიტორინგის შედეგად დადგინდა, რომ საჩხერეში წითელი ნუსხით დაცული წაბლის სახეობის სამასალე მერქანი უკანონოდ მოიპოვეს. ამოღებულია 4 კუბურ მეტრამდე მერქანი. სახელმწიფოს 4000 ლარამდე ზიანი მიადგა. ფაქტი სისხლის სამართლის დანაშაულია. მასალების შესაბამის უწყებაშია გადაგზავნილი. გარემოზე მეყენებული ზიანი შეადგენს 4000 ლარს. ვინაიდან საქმის მასალები დანაშაულის ნიშნებს შეიცავს, შემდგომი რეაგირების მიზნით გადაეგზავნა შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამის დანაყოფს. ყველა რესურსი მობილიზებულია იმისათვის, რომ შევძლოთ მინიმუმამდე დავიყოლოთ სამართალო დარღვევის ფაქტები. იმისთვის, რომ თავიდან ავიცილოთ ხე-ტყის მასალების უკანონო მოპოვება, სატყეო სააგენტო საქართველოს მასშტაბით მონიტორინგს თანამედროვე ტექნოლოგიებით ატარებს. თებერვალში ჯამში ხე-ტყის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების 80 ფაქტი გამოვლინდა. სატყეო სააგენტო გეგმავს ტექნიკურ გადაიარაღებას თანამედროვე საშუალებებით. აღნიშნული წარმოადგენს ჩვენი რეფორმის მთავარ მიზანს. სახელმწიფო კონტროლი ხე-ტყის უკანონო მოპოვების ფაქტების აღსაკვეთად მომავალშიც აქტიურად გაგრძელდება. ჩვენი მიზანია, რომ მინიმუმამდე იყოს დაყვანილი სამართალდარღვევის ფაქტები. ტყით უკანონო სარგებლობის შესამცირებლად ცვლილებები შევიდა როგორც ადმინისტრაციულ, ასევე სისხლის სამართლის კოდექსშიც. ბოლო 5 წლის განმავლობაში მსგავსი ფაქტები კი 50%-მდეა შემცირებული. ბოლო 5 წლის განმავლობაში აღნიშნული ფაქტები დაახლოებით 50%-მდე არის შემცირებული სტატისტიკური თვალსაზრისით. ბოლო 3 წლის განმავლობაში საქართველოს პარლამენტმა შეიტანა მნიშვნელოვანი ცვლილებები, მათ შორის ტყის კოდექსში, ასევე მნიშვნელოვანი ცვლილებები შევიდა უშუალოდ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევთა კოდექსში და სისხლის სამართლებრივ კოდექსში, სადაც გაიზარდა უშუალოდ პასუხისგებლობის ვადები უკანონო ტყის სარგებლობასთან დაკავშირებით. გარემოს დაცვის სამსახური ქვეყნის მასშტაბით უწყვეტ მონიტორინგს განაგრძობს.